ოქროს ფასმა გასული კვირის ბოლოს ყველა დროის რეკორდი მოხსნა ძვირფასი მეტალების ბაზარზე 1 უნცია ოქროს ღირებულებამ $4,335 გადააჭარბა, მოგვიანებით ნიშნული $4,250-მდე ჩამოვიდა, თუმცა ერთწლიან პერიოდში ოქრო 65%-ზე მეტად არის გაძვირებული, ერთ თვეში კი ზრდა 20%-ს აღწევს. ანალიტიკოსების შეფასებით ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელიც ჩინეთის დამატებითი ტარიფების დაწესებით და სავაჭრო ომის ესკალაციით ემუქრება. ამ განცხადების ფონზე ინვესტორები ფიქრობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის გეოპოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბება, რაც ოქროს როგორც სადაზღვევო აქტივის კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს. 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარი, როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარის გარკვეული შენელებით ხასიათდებოდა. ეროვნული ბანკის ანალიზში ნათქვამია, რომ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია უძრავი ქონების იჯარის ღირებულებაც და მისი ინდექსი ნორმალიზებულია. კვლევის თანახმად საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის 60% თბილისზე მოდის, სადაც მოთხოვნის ძირითადი ნაწილი საქართველოს რეზიდენტებზეა. 2025 წლის პირველ ნახევარში თბილისში ტრანზაქციები წლიურად 0,6%-ით გაიზარდა, რაც ამ ბაზრის აქტივობის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე მიუთითებს. მსგავსი დინამიკაა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სახლის ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა უძრავი ქონების ხელმისაწვდომობაზე აისახა და 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის ინდექსი მცირედით გაუარესდა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტად უცხოელი ვიზიტორები ინდოეთიდან ესტუმრა. უცხოელი ვიზიტორების ტოპ 5-ში არიან მოგზაურები პოლონეთიდან, ისრაელიდან და ბელარუსიდან. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 53% ადგილობრივი, 57% კი უცხოელი ტურისტია. ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიაა. ახალი სიტყვა ბეჭდვისა და ინტერიერის დიზაინის ინდუსტრიაში თბილისში ოფიციალურად გაიხსნა მიკროფაბრიკა, რომელიც თანამედროვე ბეჭდვის ტექნოლოგიებსა და დიზაინის ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. კიკალა ფექტორის მთავარი მიმართულებები პრემიუმ შპალერისა და კედლის დეკორის წარმოება, სამუზეუმო რეპროდუქციების შექმნა, პაკეტინგი, ასევე ბრენდირებული მასალებისა და სტიკერების ბეჭდვა. საწარმოში დანერგილი სისტემები იძლევა მატისა და გლოსის ეფექტების ერთიანად შექმნის, ტექსტური რეალისტური გამოცემის და თეთრი მელნით ბეჭდვის შესაძლებლობასაც კი. საწარმო საერთაშორისო ტექნოლოგიური პარტნიორების მხარდაჭერით მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინისა და ბეჭდვის სფეროში ახალი სტანდარტის ჩამოყალიბებას. ვაგრძელებთ გადაცემას და დღეს ბიზნეს პარტნიორის რუბრიკაში ვმასპინძლობთ თბილისის ფინანსურ სამიტს, ღონისძიებას, რომელიც უკვე ტრადიციად ქცეული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში წელს პირველად იმართება. სამიტი მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საერთაშორისო ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ფინანსური სექტორის პირველი პირები, ინვესტორები და პოლიტიკის შემმუშავებლები ეკონომიკური განვითარების, ინოვაციების და თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ერთ სივრცეში გაერთიანდებიან და განიხილავენ ფინანსურ ინოვაციებს, რეგიონული განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივებს. სამიტი ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის GFTN-ის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. სტუმართან ერთად სამიტის მნიშვნელობაზე, მიზნებსა და იმ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, რასაც ის საქართველოსა და რეგიონისთვის ქმნის, რა როლი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანას რეგიონის ფინანსურ რუკაზე და ამბიცია, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი, რამდენად მოდის თანხმდროში არსებულ შესაძლებლობებთან, განვითარების ტემპთან და ეს რამდენად ახლო პერსპექტივაა. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძეა დილიდან ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ვარლამ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენაზე. მოგესალმებით თათიანი მაყურებელს. მოგესალმებით და პირდაპირ დავიწყოთ იდეით, როგორ გაჩნდა
თბილისში მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიების სამიტის ჩატარების იდეა, რა იყო ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბიძგი იმისათვის, რომ მსგავს მასშტაბზე გასულიყავით და ეს არის თუ არა ის ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემა და ის განვითარების ტემპი, რასაც უკვე მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. მადლობა კითხვისთვის. თქვენ შესავალ ნაწილში რამდენჯერ მიახსენეთ შუა დერეფანი, რაც საკმაოდ დამკვირვებული ტერმინია უკვე, მაგრამ ნაკლებად არის დამკვიდრებული ფინანსური დერეფნის ტერმინი. ამ პროექტის მიზანია შუა დერეფანი, რომელიც გულისხმობს ვაჭრობას, ანუ რეალური ეკონომიკის ნაკადებს, ფინანსური დერეფნით ხელი შეუწყოს კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამ ნაწილში. იმიტომ რომ მაგალითისთვის თქვენ შეგიძლიათ ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთი გადმოტვირთოთ 3 დღეში, მაგრამ გადახდას კიდევ დაელოდოთ 10 დღე არსებული ფინანსური ინფრასტრუქტურით, ან პირიქით, რაც ნიშნავს იმას, რომ დერეფანი საბოლოო ჯამში საჭიროებს დახვეწას, რაც შეეხება თქვენს კითხვას. თქვენ მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში საკმაოდ განვითარებული ფინანსური ტექნოლოგიების პრაქტიკა ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში. არსებობს გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მოღვაწეობს. ჩვენ დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ამ კონცეფციაზე მუშაობა, რაც ნიშნავს რეალური ეკონომიკისთვის ახალი საგადახდო სისტემების ქვეყნებს შორის ინტეგრაციის და ასევე ღია ბანკინგის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის წყალობით კონკურენტუნარიანობის ახალი იმპულსი შევძინოთ შუა დერეფნის ამ ნაწილს. მოგეხსენებათ, კონკურენცია ძლიერდება ამ ნაწილში და ჩვენი ნაწილი შუა დერეფნის, როგორც მოგეხსენებათ, არის დიდი Silk Road-ის გზის ნაწილი, მაგრამ ამ Silk Road-ს აქვს რამდენიმე განშტოება, არის ჩრდილოეთის განშტოება, სამხრეთის განშტოება. ჩვენი მიზანია ამ დიალოგით, რომელიც ამ ფორმატში პირველად იმართება არამედ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ხელი შეუწყოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პოზიციონირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ზოგადად ამ დერეფნის სტრატეგიული პოზიციონირების სხვა კონკურენტებთან ერთად. კი ბატონო ვარლამ, სამიტის დღის წესრიგი რომ გავშალოთ, მეტად საინტერესოა რა თემებს მოიცავს, ყველაზე აქტუალური აქედან რა არის დღეს ჩვენი მოცემულობისთვის და ასევე რა მნიშვნელობის მატარებელია GFTN-თან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი. დღის წესრიგი ერთის მხრივ არის საკმაოდ ყოვლისმომცველი და მეორეს მხრივ არის დიდი ფიქრის შედეგად ჩვენს რეალურ საჭიროებებზე მორგებული. მე როგორც აღნიშნე დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ეროვნულ ბანკში ამ კონცეფციაზე მუშაობა. ამის ადემონსტრაციოდ რამდენიმე წლის წინ გამოშვებული ბროშურა მაქვს, სადაც აწერია Fintech in Georgia Building on the Middle Corridor Momentum და ეს სულ უახლოესი გამოშვება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხედავთ მომენტუმს ზუსტად ამ გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მათ შორის ტვირთი ბრუნვის გაზრდის ამ დერეფანში და ამას სჭირდება დამატებით კონკურენტუნარიანობის ბიძგი ფინანსური ტექნოლოგიების სახით. დღის წესრიგი არის ყოვლისმომცველი, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ფინანსურ ტექნოლოგიებში ხდება საკმაოდ რევოლუციური ცვლილებები. თქვენ ალბათ გსმენიათ ბლოკჩეინის ახალი ინფრასტრუქტურის შესახებ. მარტივად რო ვთქვათ, ეხლა A წერტილიდან B წერტილში თანხარო გადარიცხოთ მინიმუმ 3 სხვადასხვა ორგანიზაციის ჩანაწერების დავთარი უნდა განახალდეს. გამგზავნილი ბანკის, შუამავალი ორგანიზაციის, Visa, Mastercard, Swift და ასე შემდეგ და მიმღები ბანკის და ამასთანავე არსებულ ინფრასტრუქტურაში არის ბევრი არასაჭირო კლირინგის და სეტლმენტის და მესეჯინგის ეგრეთ წოდებული ნაბიჯები შუაში. არსებული ინფრასტრუქტურა ინტერნეტამდე ინფრასტრუქტურასგან ეკუთვნება 60-50 წლებში არის დადიზაინებული, რაც შეეხება ახალ ინფრასტრუქტურას, როგორც ბლოკჩეინი, ტოკენიზაცია, გონიერი კონტრაქტები, ეს საშუალებას იძლევა, რომ ეს არასაჭირო ნაბიჯები მაქსიმალურად ამოვარდეს პროცესიდან. აქედან გამომდინარე,
თვითონ დღის წესრიგი არის ერთის მხრივ ყოვლის მომცველი, რომელიც მერყეობს ტოკენიზაციიდან API-ები, cloud-ის ინფრასტრუქტურა, რაც წინა დეკადის მამოძრავებელი იყო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისთვის, მომავალზე ორიენტირებული ისეთი თემებით, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, კვანტური კომპიუტერი და ტოკენიზაცია. ასე რომ ყოვლის მომცველია ერთის მხრივ ეს ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ქვედა შრეებში ხდება ტექნოლოგიების და მეორეს მხრივ, როგორც მოგახსენეთ, თვითონ ეს დიალოგი ამ ფორმატში პირველად იმართება რეგიონში. მინდა გკითხოთ, რამდენად დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო მასშტაბით ეს ღონისძიება. ჩვენ ვახსენეთ არაერთხელ, რომ არაერთი საერთაშორისო სპიკერი და ფინტეკ ინდუსტრიის, გლობალური ფინტეკ ინდუსტრიის პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას მასშტაბის დასანახად ჩვენი მაყურებლისთვის, რომ გვითხრათ ვინ იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტუმრები და ასევე როგორ უკავშირდება თბილისის ფინანსური სამიტი აბრეშუმის გზის ფორუმს ეს ხაზით რომ გავავლოთ. მადლობა კითხვისთვის. ამ ღონისძიებას ბევრი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ. ჩვენ დაწყებული გვაქვს კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან, დაწყებული თურქეთიდან, დამთავრებული აზერბაიჯანით, რეგულაციების ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით. ასევე არის ესეთი ტერმინი ინტეროპერაბელურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემებს ერთმანეთის ეცმის, მაგალითად გადახდის სისტემებს, მაგალითად ღია ბანკინგის სისტემებს, მაგრამ დრომ დაამტკიცა, რომ მარტო ის, რომ ტექნიკურად სისტემებს და მესეჯინგის სტანდარტები ერთნაირი იყოს საკმარისი არ არის, საჭიროა აუცილებლად რეგულატორებს და პოლისმეიკერებსაც მოდეს ერთმანეთს ანუ ტექნიკური ინტეროპერაბილობა და რეგულაციური ინტეროპერაბილობა და ზუსტად ეს დიალოგი ამას ემსახურება. რაც შეეხება მასშტაბებს, გუშინდელი მდგომარეობით მარტო ჩვენი სამიტის ნაწილზე, ფინანსური ტექნოლოგიების სამიტის ნაწილზე 1000-ზე მეტი სტუმარი იყო დარეგისტრირებული, დაახლოებით 40% მოდის მაღალი რგოლის რეგულატორებზე, ინვესტორებზე, შუადერეფნის ქვეყნებიდან და შუადერეფნის ქვეყნების მიღმაც. ასევე ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობით შუადერეფანში კონკურენტები გვყავს, მაგრამ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვისაც ასევე აქვს ტექნოლოგიური ჰაბის ამბიცია არის ის, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ბუნებრივად ვართ ხიდი ევროკავშირის ფინანსურ ინფრასტრუქტურასა და ამ შემთხვევაში და დანარჩენი შუადერეფნის ფინანსურ ინფრასტრუქტურაში. რა ბატონო ვერლამ, რა არის მთავარი გზავნილი თბილისიდან, თბილისის ფინანსური სამიტის გლობალური სამყაროსთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის და აქვე ჩაგეკითხებით დროის სიმცირიდან გამომდინარე, სამიტი თუ ითვალისწინებს B2B შეხვედრებს, ანუ კონკრეტული ინვესტიციების მოლოდინი და მოლაპარაკებების თუ გაქვთ. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ კომპანია, რომელთან ერთადაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, GFT-ი, სინგაპურული წარმოშობის კომპანია, ქართულად ეს ინგლისური აბრევიატურა იშიფრება როგორც გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელი. სინგაპური მოგეხსენებათ, ბევრი თვალსაზრისით სამოქალაქო ქვეყანა არის, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით სინგაპურში დღესდღეობით არის ყველაზე დიდი ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალი, სადაც 60,000 ადამიანი იკრიბება საშუალოდ ყოველწლიურად და ამ ფესტივალის უკან დგას ზუსტად ეს კომპანია, რომელთანაც ჩვენ ბოლო 3 წელია თანამშრომლობთ, მათ შორის თანამშრომლობთ იმ კუთხით, რომ ეგრეთ წოდებულ ქვეყნის საქართველოს პავილიონს ვაკეთებდით ბოლო 2 წლის განმავლობაში სინგაპურში, სადაც ხვდებოდით ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ამ გეოგრაფიით და ეხლა უკვე შევძელით ის, რომ ინტერესი მოგვეპყრო ზუსტად ამ კონცეფციით, რაც ნიშნავს რეალური ეკონომიკის და ფინანსური ტექნოლოგიების ერთმანეთთან დაწყვილებას ამ რეგიონისთვის, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ პატარა ბაზარი ვართ შედარებით და ჩვენი მესიჯი ინვესტორისთვის არის ის, რომ არა 5 მილიონიან ქვეყანაში დააბანდეს ფული, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა იქნება როგორც ხიდი აშენებული ევროკავშირსა და დანარჩენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, კონდეს შეღწევადობა შუადერეფნის 200 მილიონიან ბაზარზე. კი ბატონო და ბოლო კითხვაც არის სწორედ ამ თქვენი საუბრის გაგრძელება. საქართველოს როგორც რეგიონის ფინანსური ჰაბი, ეს ამბიცია აქვს ჩვენს ქვეყანას. შესაძლებლობებზე თქვენ უკვე ისაუბრეთ, რამდენად ახლო პერსპექტივაა რომ გითხრათ? ეს არის არა
სპრინტი, არამედ მარათონი, ჩვენ ხშირად ვიძახით ხოლმე ამას და მუდმივად შრომის და ინოვაციების პროცესში უნდა იყო. ინოვაციები არ არის მემკვიდრეობითი. ჩემი ლექტორი ინგლისში იძახდა ხოლმე, რომ ინგლისელებმა ყველა სპორტის სახეობა მოვიფიქრეთ თითქმის, მაგრამ ეხლა ვისაც არ დაეზარება, თითქმის ყველა სპორტის სახეობაში ვჯობნის, ამიტომ მარტო ის, რომ რაღაც გამოგონება საფუძველი დაედო ამა თუ იმ ქვეყანაში, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მუდმივი კონკურენტული უპირატესობა გვაქვს, ეს არის პროცესი განგრძობითი, თუნდაც სინგაპურელებმა ინგლისელებისგან აიღეს ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბობის ამბიცია და ამიტომ მნიშვნელოვნად უსწრებენ ისინი ინგლისს, ხო? ეს სხვადასხვა კატეგორიებია ინგლისი და სინგაპური რო შეადარო, მაგრამ მარტო ამ ფესტივალის მაგალითზე რო ავიღოთ, კი ბატონო, თავიდან ლონდონის ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალი იყო ყველაზე დიდი, ეხლა მასშტაბებით არც კი შეედრება სინგაპურის ფინტექ ფესტივალს, რომელიც 60,000 ადამიანს აღწევს. სინგაპური პატარა ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ფარავს 1 მილიარდიან ბაზარს. ზუსტად ეს არის ანალოგია ჩვენსა და მათ შორის. კი ბატონო, თბილისის ფინანსური სამიტი თუ მიიღებს ტრადიციულ სახეს, როგორია თქვენი ხედვები? კი, აუცილებლად. კი ბატონო. მე მგონი იმდენად წარმატებული იქნება, რომ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება შემდეგ წელს. კი ბატონო, მშვენიერია, ველოდებით ჯერ ამ წლის შედეგებს, შემდეგ უკვე მომავალი წლისაც წარმატებულ ფინანსურ სამიტს უსურვებთ ჩვენს დედაქალაქს. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, შედეგების შეჯამების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეთნება ჩვენს ეთერში. ვარლამ ებანოიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით თბილისის ფინანსურ სამიტზე, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება ჩვენს დედაქალაქში.